ეს არის Bet Harmony. ხშირად წარმოიდგენს ჭერზე საჭადრაკო ფიგურებს, აი როგორი სვლა არის და ყველა ეს ფიგურა სინამდვილეში და ყველა ეს თამაში, რასაც ის ჭადრაკზე, ასე ვთქვათ, ჭერზე ხედავს, არის მისი პირველ მასწავლებელთან, მისტერ შეიბელთან ნათამაშები საჭადრაკო ხელი, ხო? ანუ ამას დააკვირდნენ მოკლედ ექსპერტი. პარტია, ხო, მადლობა ვახო შემოშველებისთვის. კიდევ ერთი საინტერესო დეტალი უნდა გაჩვენოთ ახლა. სერიალის სულ ბოლოს სცენაში Bet Harmony ეს ფიქტიური გოგონა, ეს არ არის ზოგადად უნდა ვთქვათ, რომ ეს გოგონა, მთავარი მოქმედი პერსონაჟი არის გამოგონილი პერსონაჟი და არ არის ნამდვილი ამბავი. ეს Bet Harmony მთლიანად თეთრებში არის გამოწყობილი, რაც სიმბოლურად თეთრი დედოფლის სახეს ქმნის და ჭადრაკის თეთრი დედოფალი გახდა საბოლოო ჯამში და მსოფლიო ჩემპიონი ეს გოგონა. კიდევ ერთი საინტერესო ამბავი უნდა გითხრათ ახლა, ეს არის საოცარი კადრი, რომელიც ალბათ ბევრ ჩვენგვანს გამორჩა, იმიტომ რომ არ მივაქციეთ ალბათ ყურადღება, ეს არის ალმა ბეთის დედინაცვალი, ძალიან ხატოვნად გარდაიცვალა. ერთ მხარეს ნაჩვენები არის, ესე იგი, შეადარეს ექსპერტებმა, აღმოაჩინეს დაკვირვებულმა თვალმა 19 საუკუნის მხატვრის ჩარლზ ალან გილბერტის ნახატი, ყველაფერი ამოვა და მისი ალეგორია არის ეს ალმა, როგორ იყურება სარკეში და როგორც ხედავთ, თავის ქალის ფორმა აქვს ორივე ნახატს. ანუ ეს არის ძალიან კარგი გადაწყვეტა, მოკლედ რეჟისორის თუ ოპერატორის, როგორც მათ მოახერხეს ეს ყველაფერი. ასევე კიდე ჭადრაკის თამაში, ვინც კარგად იცის, აღმოაჩენს, რომ გასაგებია, ვისაც სულების დონეზე გვესმის ჭადრაკი, შევხედავთ, რომ სულები აბსოლუტურად სწორია, მაგრამ თვითონ საჭადრაკო პარტიებიც კი სწორად არის შერჩეული, ანუ იგულისხმება იმას, რომ თითოეული საჭადრაკო ხელი არის აბსოლუტურად ლოგიკურად დაგეგმილი. პარტია. საჭადრაკო პარტია არის აბსოლუტურად სწორად დაგეგმილი და ლოგიკურად შესრულებული და ამისთვის სწორედ ამიტომ Netflix-მა დაიქირავა და ექსპერტი მოიწვია არც მეტი არც ნაკლები გარი კასპაროვი და შესაბამისად მისი მეთვალყურეობის ქვეშ ჭადრაკის თამაში კარგად იცის. ხო, შეიძლება ითქვას ყველაზე კარგად პლანეტაზე. კიდევ ერთი ამბავი, მისტერ შეიბელის, ანუ იმ ადამიანის, რომელიც Bet Harmony-ს ასწავლიდა ჭადრაკის თამაშს, მის კედელზე ვხედავთ საგაზეთო სტატიებს, თუ რა წარმატებას მიაღწია Bet Harmony-მა თავისი კარიერის პერიოდში და ერთ-ერთი ნაწილი არის, ერთ-ერთი გაზეთის ამონარიდი არის ესეთი სათაურით Bet Harmony ამტკიცებს, რომ ყველა ქალის სულელი არ არის. ეს ასახავს იმ მიზოგინიას ქალების მიმართ, რაც არსებობდა 50-იან, 60-იან წლებში და როგორ დაამსხვრია ამ ქალბატონმა ეს სტერეოტიპი და ბოლოს უნდა გაჩვენოთ კიდევ ერთი საინტერესო ფოტო, აქ კადრი არის ფილმიდან, მაგრამ მთავარი ეს კადრი არ არის, მთავარი არის იდეა, რომ ეს მინისერიალი არის 7 სერიისგან შემდგარი მრავალსერიანი ფილმი. და საინტერესოა ეს 7 სიმბოლური რიცხვია, იმიტომ რომ სწორედ 7 უჯრის გავლა ჭირდება ნებისმიერ პაიკს, რომ გახდეს დედოფალი და მიაღწიოს წარმატებას და აი ეს იყო ეს ალეგორია არის გადმოცემული, მოკლედ აი ამის